თავის სათაური მინიშნებები უკეთესია ვიდრე მინიშნებების გარეშე ცხოვრება. 13 ოქტომბერი 2023 წლის საღამო 22 საათი და 3 წუთი. დილით გავეცანი ახალ ინფორმაციას ჰიპნოზის შესახებ. მართალი გითხრათ, ამ დროს ხანდახან ვბრაზდები, რადგან მიყვარს ადამიანები და ჩემთვის სულ ერთი არ არის მათი ტკივილი და ცხოვრებისეული სირთულეები. საქმე იმაშია, რომ ჩვენს სხეულს აქვს თვისება გვიკარნახოს, რისი შეცვლა იქნებოდა უკეთესი ჩვენს ცხოვრებაში. ეს ზოგჯერ ავადმყოფობის სახით ვლინდება. მაგალითად, მუხლების ტკივილი ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანი არ აკეთებს იმას, რაც სურს ან უნდა აკეთებდეს. ასე დამემართა, როცა სტომატოლოგის ასისტენტად ვმუშაობდი. მახსოვს მუხლების საშინელი ტკივილები, რაც მწარედ მატირებდა და არ მაძინებდა. აქ მუშაობით დიდხანს ვიტანჯებოდი, მუხლების ტკივილი კი კიდევ უფრო მიმწარებდა ცხოვრებას. როდესაც რაღაც ძალიან გტკივა, რთულია წინსვლა, რაიმეზე ფიქრი ან გადაწყვეტილების მიღება. ჩვენი სული ისედაც გამოფიტული მოსაბეზრებელი შრომით დაღონებულია და სხეულის რეაქციები დისკომფორტის სახით სრულიად კანცავს, აუძლურებს ჩვენს აზროვნებას. უკვე აღარ ფიქრობ, რა და როგორ შეცვალო. მხოლოდ ის ფიქრი გიტრიალებს, როგორმე მიაღწიო სახლამდე ან პირიქით სამსახურამდე. გამოდის, ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რაც გვჭირდება და რომ დაავადების სახით მინიშნებები უკეთესია ვიდრე მინიშნებების გარეშე ცხოვრება? და მაინც თუ დავუშვებთ, რომ ჩვენი სხეული ჩვენ გვიჭერს მხარს თავისი მინიშნებებით, მიუხედავად ასეთი უცნაური დახმარებისა, ვფიქრობ, რომ ასეთი მინიშნებები მხოლოდ აღრმავებს მტკივნეულ ცხოვრებას. ამბობენ, როცა მუხლები გვტკივა, რაღაც უნდა შევცვალოთო, მაგრამ როცა მუხლები მტკიოდა, იმ დროს მხოლოდ მუხლებს შევიცვლიდი. თუმცა, როცა სამსახური შევიცვალე, მერე აღარ ამტკივნია. ეს მართლაც ასეა. მაშინ არ ვიცოდი ამ გაუსაძლისი ტკივილების ნამდვილი მიზეზის შესახებ. მე გარემოება დამეხმარა, რადგან სამსახურიდან გამათავისუფლეს და მადლობა ღმერთს ამისთვის. ახლა ინტერნეტში ვეძებ ინფორმაციას ყველაფრის მიზეზებზე, მაგრამ რა ვუყოთ სხვა ადამიანებს, რომლებმაც არაფერი იციან ფსიქოსომატიკის შესახებ და წლების განმავლობაში იტანჯებიან ტკივილით. საწყენია, რომ ჩვენ ერთი შეხედვით თითქოს თბილი და ბრძენი არსებები ჯერ კიდევ მხოლოდ ტანჯვის გზით ვიღებთ მინიშნებებს. კიდევ უფრო საწყენი ის არის, რომ ეს მინიშნებები ხანდახან ძალიან უცნაურია იმისთვის, რომ დროულად ამოვიცნოთ სწორად. ამბობენ, რომ მფარველ ანგელოზებს არ აქვთ უფლება პირდაპირ ჩაერიონ ჩვენს ცხოვრებაში სიტყვებით, ჩვენი საამისოდ მზადყოფნის გარეშე, რადგან არჩევანი ჩვენზეა.
მაინტერესებს, რა მოხდებოდა თუ ისინი ძლიერი თანაგრძნობის გამო უშუალოდ დაგვიკავშირდებიან, რათა სიტყვიერად გვითხრან, უკეთ როგორ ვიფიქროთ ან ვიმოქმედოთ. იმედი მაქვს, არც ისინი და არც ჩვენ არ დავჯარიმდებით ასეთი ღია დიალოგისთვის. სხვათა შორის გავიგე, რომ ბევრი ადამიანი ოცნებობს ანგელოზებთან ურთიერთობაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ არ ეყოფათ სიმამაცე თვალი გაუსწორონ ასეთ სასწაულს. ადამიანებს იშვიათად უწევთ რამე დაუჯერებელთან შეხება, მაგრამ რა მოხდება თუ ისინი დაძლევენ შიშს და ლოცვის დროს ნამდვილად მზად იქნებიან მიიღონ სიტყვიერი პასუხი უზენაესი ძალებისგან? ვწუხვარ მათ გამო, ვისაც არასოდეს სმენია ანგელოზების ან იესოს შესახებ. მაგალითად, აფრიკაში მცხოვრებ ადამიანებს არასოდეს სმენიათ ისეთი ტექნიკის შესახებ, როგორიცაა რეგრესიული ჰიპნოზი და არ წაუკითხავთ ბიბლია. როგორ გავიდნენ ამ საგანმანათლებლო ხაფანგიდან, რასაც მე ვუწოდებ სკოლას, სხვა სიტყვებით ცხოვრებას, როგორ გავიდნენ წესების ცოდნის გარეშე, როგორ ახერხებენ ისინი იყვნენ ბედნიერები ცხოვრებაში თავიანთი როლის შესრულებისას, როგორ ასრულებენ ზოგიერთი მათგანი თავის მისიას მაინც იდეალურად. თამაშის წესები სასტიკია, რადგან ისინი დაფარულია. მაგალითად, კიბო ფსიქოსომატიკის და რეგრესიული ჰიპნოზის შესახებ ისტორიების მიხედვით ჩნდება ადამიანში, რომელსაც ერთ დროს ძალიან აწყენინეს. მან კი ეს რისხვა თავის თავში შეინახა და არავის უთხრა. ჩემი აზრით, სისასტიკის მწვერვალია თუ ადამიანი იმის გამო, რომ ვიღაც არ გათქვა, კიბოთი იტანჯება. აგრეთვე კიბო ვითარდება მაშინ, როცა ვინმე ძლიერ გაწყენინებს და შენ მას არ ეუბნები, რომ გეწყინა. ანუ გამოდის, რომ შენ გაწყენინეს და ისევ შენ იქნები ცუდად, რათა გაუშვა, დაივიწყო ეს წყენა. თუ არა, ისევ გაწყენინებენ და ასე იტრიალებ ამ სანსარას ბორბალში, სადაც ყოველ ჯერზე დაიბადები, როგორც ახალი ადამიანი და ვერც კი მიხვდები, რატომ გემართება მთელი ეს უბედურება. ისევ და ისევ, სანამ არ ისწავლი გულწრფელობის გამოხატვას. მესმის, რომ წყენის დამახსოვრება არ არის კარგი და ჯობს ამას მოვეშვათ, მაგრამ რა საჭიროა ასეთი სასტიკი გაკვეთილი? აქედან გამოდის, რომ ჯობია გულწრფელად ვუთხრათ ერთმანეთს, რამე თუ გვეწყინა ერთმანეთისგან. თორემ მერე ისევ ვუშვებთ ახალ შეცდომებს, როცა არ ვართ გულახდილები ერთმანეთთან. ის, ვინც ჩვენ გვაწყენინა, არც კი გაიაზრებს, რომ ჯობია ასე აღარ მოიქცეს, თუ არ ავუხსენით ეს, რაც შეიძლება მშვიდად. სიმართლის დაფარვით კიდევ უფრო ვართულებთ ისედაც რთულ ცხოვრებას. ხაფანგი გამოუვალი ხდება და მე მგონია ტვინს გვირეცხავენ, გვატყუებენ, როცა იმედს გვაძლევენ, რომ
გავუმკლავდებით ამ ყველაფერს ახალი სიცოცხლის დროს, როცა თავიდან დავიბადებით და არაფერი გვემახსოვრება, რაც გაართულებს საქმეს. რისთვის, სად, რატომ, როგორ და ბოლოს ჩემო ძვირფასებო, რა საჭიროა ეს სასაკლაო? ისინი ამას ეძახიან განვითარებას, სკოლას, მაგრამ მე მას ვეძახი იძულებას. არა მარტო შეგუო ყველაზე წარმოუდგენელ საშინელებას, არამედ გიხაროდეს კიდეც. რეგრესიულ ტრანსში ნამყოფი ადამიანები ამბობენ, რომ იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არაფერი გვახსოვს, როცა ვიბადებით, ჩვენს ცხოვრებისეულ გზაზე თურმე გვეხმარებიან უხილავი სულები ან ენერგიები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი მისიის შესრულება გაგვიადვილონ. ისე მიფიქრია იმაზე, რომ ვაი და ეს დამხმარე სული თუ ენერგია ძალიან ახალგაზრდაა და გამოუცდელი ჩემს დასახმარებლად. მაშინ პასუხისმგებელი ისევ მე ვარ? როცა მე ვიყავი ტრანსში, დავინახე დიდი ბიბლიოთეკა, სადაც იყო არსება, რომელიც მე აღმიქვამდა როგორც მისთვის განსაკუთრებულ საყვარელ ეგზემპლარს. აგრეთვე გავიგე, რომ უხილავ სამყაროდან უამრავი სული მგულ შემატკივრობს ჩემი მისიის შესასრულებლად. იმ ზეციურ ბიბლიოთეკაში მყოფმა საოცარმა არსებამ ასევე თქვა, რომ ეს ბიბლიოთეკა მისი სახლია და ის ძალიან დაიღალა ადამიანების ცხოვრების სიმწრის წაკითხვით. მას უნდა მოიტანოს აქ ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება ადამიანებს მათი ცხოვრების გაადვილებაში, რათა სიცოცხლე არ იგრძნობოდეს ისე, თითქოს ვიღაც ხშირად გვცემს მწარე სიტუაციების სახით. მან დაამატა ის, რომ მე ძალიან ბევრი რამე ავიღე საკუთარ თავზე და დასვენება ჩემთვის აუცილებელია. ასევე ჩამოთვალა რამდენიმე რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ შევამციროთ ტკივილი დედამიწაზე. ერთ-ერთი ფრაზა იყო ის, რომ ჩვენ ერთმანეთს უკეთ უნდა მოვექცეთ, ანუ იმაზე უკეთ, ვიდრე ვისურვებდით, რომ ჩვენ მოგვქცეოდნენ და ასე შემდეგ. მის რჩევებში სიკეთის მაგალითები იყო. აქ დავამატებ კიდევ იმას, რომ მან დაუვიწყარი სიტყვები თქვა. თურმე ჩვენ ხელს გვიშლის მხოლოდ ის, რაც ჩვენ გვგონია, რომ ხელს გვიშლის. ასეთი უცნაური სეანსის დროს თითქოს თვალები ამეხილა ბევრ რამეზე. ამ სეანსში დანახული პასუხები ჩემს კითხვებზე ჩემს გულს ძალიან ეხმიანებოდა და აშკარად სიკეთის მომტანი იყო. ეხლა კი ორი სიტყვით, რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც სულ იღიმებიან და ამბობენ, რომ ბედნიერების გარდა ამ სამყაროში არაფერია, მოგიყვებით ჩემს ეჭვებს. მე მილენას მაცოფებს ეს მოდური ვითომ განმანათლებლური იერის მომღიმარი ხალხი,
ისინი საუბრობენ ბედნიერებაზე, ამბობენ, რომ ბედნიერები არიან და სიხარულს გრძნობენ სამყაროსადმი, თითქოს სამყაროს მათეული განცდა მხოლოდ მნიშვნელოვანი. არ ვიცი, შეიძლება მე ვერ ვხვდები, მაგრამ ჩემთვის ეს ნამდვილი სადიზმია. როგორ შეგიძლია იყო ბედნიერი, როცა სხვები ეწამებიან? უბრალოდ თქვი, რომ შენთვის სულ ერთია. როგორ შეგიძლია იყო ყველაფრის მადლიერი ამ ქვეყნად, როცა სხვები იტანჯებიან? უბრალოდ გააკვირვე ეშმაკი და თქვი სიმართლე, რომ არ გაინტერესებს როგორ არიან სხვები. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, როგორ დავეხმარო ყველას? რა შემიძლია? როგორ შემიძლია ამის გაკეთება? და რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მივხვდი, რომ არსებითად ცოტა რამის გაკეთება თუ შემიძლია. ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი პერიოდიც, როცა ვფიქრობდი, რომ ღმერთმა უკეთ იცის და არ დაუშვებს ტანჯვას ისე უბრალოდ. მინდოდა გამეცნო იგი, გამეგო მისი ცნებები, ბედისწერის, მოვლენებისა და მდგომარეობის განსაზღვრის მნიშვნელობა და დავხმარებოდი მის შვილებს, ჩემს ძმებსა და დებს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე. წარმოიდგინეთ, რა საშინელება იქნებოდა ჩემთვის ამ გაუგებარ მდგომარეობაში ყოფნა ისეთი მასშტაბური ცხოვრებისეული მიზნებით, როგორიც მე მაქვს. ფაქტს ვერ შევეგუებოდი, რადგან თანაგრძნობის ძლიერი უნარი მაქვს. იმდენად ძლიერი, რომ ვერასდროს შევწყვეტ ამას, რასაც ვაკეთებ. მე არ შემიძლია ცხოვრებით ტკბობა და დასვენება, რადგან არ მავიწყდება, რამდენი ადამიანია ირგვლივ, ვისაც დახმარება სჭირდება, მაგრამ ვერ იღებს. რა შემიძლია გავაკეთო თქვენთვის, ჩემო ძვირფასებო? რა შემიძლია მოგცეთ? როგორ დაგეხმაროთ ფულის გარეშე, როცა თვითონ მჭირდება ფული? არ მინდა დავიჯერო ის, რომ ფული წყვეტს ყველაფერს. ისიც არ ვიცი, ვინ ვარ სინამდვილეში. რა შემიძლია გავაკეთო და როგორ შევძლო ეს? მიმდინარე მოვლენებზე დაყრდნობით ხალხს ეშინია მსოფლიო ომის. მათ ეშინიათ, რომ ეს აპოკალიფსს გამოიწვევს, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ეს აპოკალიფსი ყველა ადამიანს ემართება და ჩვეულებრივ 100 წელზე მეტხანს არ ელოდება. ინსტრუქციების გარეშე ცხოვრობს და ბოლოს აღმოჩნდება, რომ ჯობდა სხვანაირად მოქცეულიყო. თამაში უფრო რთულდება და ისევ შედიხარ ამ თეატრში, სადაც უნდა შეასრულო როლი სცენარის ცოდნის გარეშე. გადიხარ სცენაზე და იმ წამს შენი მეხსიერებიდან იშლება ყველაფერი, რაც უნდა გეთამაშა როლის შესასრულებლად. შენ შოკში ხარ, მაყურებელი კი თამაშს ელის. შენგან ითხოვენ, რომ ყველაფერი ისე გააკეთო, როგორც დაგეგმილი იყო, იმის მიუხედავად, რომ დაღლილი ხარ ამდენი უბედურებისგან და არაფერი გახსენდება. და ისე, რომ ვერც კი ვასწრებთ ჩვენი როლის დაწყებას, ვკარგავთ ჩვენს მისიას, რადგან არ გვახსოვს ის. ჩვენ ხომ არავინ გვასწავლა,
როგორ განვასხვაოთ გონების სიტყვების სულის სიტყვებისგან, რომლებიც მიძინებულია სინამდვილეში. და სულიც რაღაა, თუ კი ასე ხშირად უშვებს შეცდომებს. თვალზე ცრემლი მომდის. მე ვთვლი, რომ ადამიანების ცხოვრება ისედაც ძალიან რთულია და არ არის საჭირო მისი კიდევ უფრო გართულება. ადრე ტილოზე ზეთით ვხატავდი ხოლმე. ჩემს ერთ-ერთ ნახატზე გამოსახულია თავჩაქინდრული გოგონა. სიბნელემ დაიპყრო იგი და ისე დაიღალა ამ სიბნელესთან ბრძოლით, რომ აღარ შეუძლია თავის აწევა და მასთან მოსული შუქის დანახვა. ყოველი იმედგაცრუება ხომ იქამდე სანამ თავის ნამდვილ სახეს გამოავლენს, ისე მოდის როგორც რაღაც კარგი. და როცა ნამდვილი სიკეთე მოდის, ძალა აღარ შეგვწევს მის დასანახად და მისაღებად. ადრე ყველაფერს რაც მაწუხებდა ხატვით გადმოვცემდი. ახლა კი ვწერ, თუმცა ხატვა ბევრად სასიამოვნოა. ერთი ჩემი ნახატიც გამახსენდა, სადაც ჭადრაკის დაფის ფონზე ყურებზე ხელებაფარებული ადამიანია დახატული. მან ჭადრაკი უნდა ითამაშოს. არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხარ თუ კაცი, შენი სვლა უნდა გააკეთო. ამ სურათზე გამოსახული ადამიანი დაიღალა საკუთარი განსჯით, გადაწყვეტილებების მიღებით, ის უბრალოდ დაიღალა ყველანაირი ფიქრისგან. აქ კი ეს წიგნი გვერდზე გადავდე და სურათი წარმოვიდგინე. ამის დახატვა უფრო რთული იქნებოდა. დავუშვათ, არსებობს ძალა, რომელიც ზრუნავს ჩვენზე და ამ ძალას აქვს თავისი წესები. მაგალითად, ჩვენს მფარველ ანგელოზებს ეუბნება. ადამიანის ტანჯვაში ჩაურევლობა ცოდვაა. მინიშნება, რომელიც არ იყო საკმარისად ნათელი, ადამიანისთვის ცოდვაა. რა მოხდებოდა მერე? რატომ არ შეიძლება დაგვეხმაროთ ჩვენთან საუბრით და არა მხოლოდ მოვლენებით, არა მხოლოდ სხვა ადამიანის ან მხოლოდ ჩვენი აზრებით? ძნელი გასაგებია, რომელია ჩვენი აზრი და რომელი ანგელოზების მინიშნება აზრის სახით. ნუ თუ ასე ძნელია ჩვენთან მოსვლა და მინიშნება 3D სურათის სახით. კონკრეტული სიმბოლოთი, მაგალითად ჯვრით, რომ ეს ღვთაებრივი მინიშნება სხვა რამეში არ ავურიოთ. ნამდვილი აშკარა დარიგებები ბევრად უკეთ იმუშავებდა. მაგრამ ახლა განამართლა ადგებიან ანგელოზები და დაიწყებენ ჩვენთან მოსვლას და დახმარებას. ღმერთმა ქნას. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ ვწყვეტ ძიებას, არის ის, რომ მე თვითონ ბავშვობაში სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის მომსწრე გავხდი. მე მქონდა უნარი სიზმარში მენახა ზოგიერთი გარდაცვლილი ადამიანი. პირველად ეს ჩემს ბავშვობაში მოხდა, როცა მეგობრის მამის დაკრძალვაზე მივედი. კუბოდან 2 მეტრში დავინახე მამამისი, რომელიც კეთილად მიღიმოდა, მეც და მის ახლობლებსაც, როგორც სიცოცხლეში იცოდა ხოლმე. მაშინ არ შემშინებია,
და მას შემდეგ არაფერი პარანორმალურის არ მეშინია. იყო კიდევ რამდენიმე შემთხვევა, როცა ადამიანის სხეულიდან გათავისუფლებულები მეგობრულად და პატივისცემით ურთიერთობდნენ ჩემთან. მიყვებოდნენ, როგორ განიცდიდნენ მათი ახლობლები მათ დანაკლისს და რომ მე უნდა დამემშვიდებინა ისინი. ცოცხალი ადამიანების ცრემლები მათ ძალიან აწუხებთ, ვინაიდან როცა სხეულს ტოვებენ, ვეღარ გადაადგილდებიან, რადგან ცრემლები აჩერებს მათ. ცრემლიანი ახლობლების ცქერა მათთვის მტკივნეულია, რა კი ვერც გაცოცხლებას ახერხებენ და ვერც ატირებულის დამშვიდებას. მახსოვს ერთ დღეს, როცა ჩამეძინა, ჩემთან მოვიდა ჩემი მასწავლებლის შვილი, რომელმაც თავი მოიკლა. მითხრა, რომ დედამისი თვითმკვლელობის ზღვარზე იყო, რადგან ვერ შეეგუა იმ ფაქტს, რომ მისმა შვილმა თავი მოიკლა და არ იფიქრა დედაზე. ეს სასიამოვნო ქალბატონი ინსტიტუტში ძალიან დეპრესიული და სევდიანი დადიოდა. თუმცა მალევე დავინახე ის არა ძაძით შემოსილი, არამედ ღია ფერებში. გაღიმებული იდგა და ვიღაცას ესაუბრებოდა დერეფანში. ქალის მდგომარეობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც შვილისგან შეტყობინება მივაწოდე. ბიჭმა მითხრა, რომ მის სახეზე შეყინული ცრემლი, რომელიც დედამ სიკვდილის შემდეგ ნახა, იყო მისი ბოლო ფიქრი და ის ეკუთვნოდა დედას. მას არ დავიწყებია დედა და იმ მომენტში მასზეც ფიქრობდა და სწორედ მაშინ ჩამოუგორდა ცრემლი სახეზე. მას უბრალოდ არ შეეძლო თავი არ მოეკლა. ისიც მითხრა, რომ დედამისი შვილის დაკარგვის ტკივილის გამო თვითმკვლელობას აპირებდა, რადგან ფიქრობდა, რომ ასეთი შეუქცევადი ნაბიჯის გადადგმით შვილმა მის გრძნობებს ანგარიში არ გაუწია. ვაჟი ძალიან ღელავდა, რადგან მისი მომავალი ჩვენთვის უხილავ სამყაროში დედამისის სულიერ მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული. ასე მითხრა. მახსოვს, როგორ მიჭირდა ეს ყველაფერი მეთქვა ჩემი მასწავლებლისთვის. მაგრამ ჩემი თანაკურსელი მეგობარი დამეხმარა. მასწავლებელი მალევე შეხვდა სამედიცინო ინსტიტუტის კაფეტერიაში და ჩემმა მეგობარმა, რომელმაც იცოდა ჩემი ნიჭის შესახებ, დაჟინებით მთხოვა შვილის მესიჯი მეთქვა მისთვის. ძალიან ვღელავდი, რადგან შეიძლებოდა არ დაეჯერებინა და ფსიქიატრიულში მოვხვედრილიყავი, მაგრამ გამბედაობა მოვიკრიბე, მის მაგიდასთან მივედი და ყველაფერი ვუთხარი. იმედი მაქვს ახლა კარგადაა. ჩემი ტალანტის შესახებ მხოლოდ ადამიანთა ვიწრო წრემიცის. ჩემს მეგობრებს სჯეროდათ ჩემი, განსაკუთრებით თაკოს, რომელსაც უკვირდა რამდენად ზუსტად აღვწერე მისი გარდაცვლილი ბიძა, რომელიც ცხოვრებაში არ მინახავს. რეგრესიული ჰიპნოზის მიხედვით ყველას აქვს საკუთარი ნიჭი და ხედვა. ამის არ უნდა გეშინოდეს, მაგრამ სჯობს განავითარო, თუ მას სიკეთე მოაქვს, რა თქმა უნდა. აი მეც მინდა ვიყო ის, ვინც გული გადაგიშალათ ამ წიგნით, რათა დაგეხმაროთ,
არ გეშინოდეთ საკუთარი თავის, სხვისი აზრების. ბოლოს და ბოლოს მადლობა ღმერთს ახლა არავის წვავენ კოცონზე იმისთვის, რასაც ვამბობთ. დარწმუნებული ვარ, რომ მე არ ვარ ერთადერთი. ძალიან მინდა ვიპოვო ჩემნაირები, რათა გავერთიანდეთ როგორც ოჯახი და ერთად დავეხმაროთ მსოფლიოს, რითაც შევძლებთ. 2023 წლის 21 ოქტომბერი, შაბათი, 23 საათი და 25 წუთი. დღეს დიდებული დღეა, რადგან დავიწყე იმის კეთება, რის გაკეთებასაც 1 წლის წინ ვაპირებდი. ქართულად დავწერე პირველი მედიტაცია, რომლის დროსაც უსმენ სიჩუმეს. ეს მედიტაცია დამეხმარა არ შემშინებოდა მარტოობის, სიჩუმის და სიკვდილისაც კი. ვგრძნობ, რომ მასში არის რაღაც, რაც ყველასთვის სასარგებლოა. მედიტაცია გუნდთან ერთად ვცადეთ და თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა სასიამოვნო აღმოჩენები. ცოტა ხნის წინ გავაცნობიერე, რატომ ვერ ჩავაბარე გამოცდა, რომ უმაღლესი სამედიცინო განათლება დამესრულებინა. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ თუ ჩავირიცხებოდი სამედიცინოზე და გავხდებოდი ექიმი, დავამტკიცებდი იმას, რისიც მწამს და რაც აღმოვაჩინე. თუმცა მოვლენების ასეთი განვითარება კიდევ უფრო შორს 1 წლით მაინც გადასწევდა ქართულენოვან მედიტაციაზე მუშაობის დაწყებას. ძალიან მიხარია, რომ შევძელი ქართულად გამომექვეყნებინა რაღაც მაინც, რაც შვებას მოუტანს ხალხს. ცოტა ხნის წინ მიწვეული ვიყავი ძალიან სასიამოვნო ქართველი ქალის მზია წულუკიძის დაბადების დღეზე. იგი ცნობილია თავისი იუმორით და ქველმოქმედებით. მზია მართავს შესანიშნავ წვეულებებს, რომლებშიც ყოველთვის იგრძნობა ქართული ტრადიციების პატივისცემა. ერთხელაც დავპატიჟე ჩემთან კოსმეტოლოგიურ პროცედურაზე. მას შემდეგ, როცა მას ვხედავ, ყოველთვის მიხარია, იმდენად დიდებული ადამიანია. როდესაც მზია ჩემთან მოვიდა კანის მოვლის პროცედურაზე, ის დამეხმარა კიდეც ამით. გადაიღო ვიდეო თუ როგორ ვუტარებდი პროცედურას, თან თავის აზრს გამოთქვამდა. ეს პირდაპირი ვიდეო ტრანსლაცია Facebook-ზე თავის ჯგუფში გაავრცელა, სადაც ახლა 40,000-ზე მეტი ქართველი ყავს გაერთიანებული. ამის შემდეგ ჩემთან მოვიდა უამრავი ქალბატონი, ვინც მისი ვიდეო რგოლი ნახა და იგივე კოსმეტოლოგიური პროცედურა მოითხოვეს, რაც მზიას ჩაუტარე. მას შემდეგ განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს ამ კეთილ ქალბატონთან. თუმცა ადრეც ძალიან ვამაყობდი მისით, როცა ვხედავდი თავისი ჯგუფის მეშვეობით როგორ ეხმარებოდა გაჭირვებულებს საქართველოში. მუდამ აღფრთოვანებული ვიყავი მისი და მახარებდა მისი მიღწევები. ჩემი კოსმეტოლოგიური ბიზნესი ოკეანის ტალღებს გავს. ხან ჩანს, ხან არა. შესაძლოა ამ წიგნში ხშირად ვწუწუნებ ფინანსებზე, მაგრამ ხანდახან არის მნიშვნელოვანი აღმავლობა, რაც დამოკიდებულია სეზონებზე და ისეთი დაუვიწყარი ადამიანების დახმარებაზე, როგორიც მზია.
მოგვიანებით გადავწყვიტე პირდაპირ ეთერში, სოციალურ ქსელებში განმეთავსებინა და გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება და ყველაფერი, რაც ვისწავლე. გამახსენდა ისიც, რაც მართული მედიტაციის დროს მე უწყა, რომ ყოველთვის უნდა ვყოფილიყავით თავის თავადი, ანუ ის, ვინც ვარ სინამდვილეში და არ შემშინებოდა ჩემი აზრის გამოთქმა. აი შედეგიც. 12 იანვარი, საღამოს 9 საათი და 3 წუთი. მთელი ჩემი ძალისხმევა ამაოა. ჩემს ბიზნეს ზოგჯერ საშუალო შემოსავალიც კი არ მოაქვს. მაუცებს ეს ამბავი. ჩემი კლიენტები თითქოს კმაყოფილები არიან, მწერენ, როგორ გაუმჯობესდა მათი კანი. ხანდახან იმავე დღეს მწერენ თავიანთ აღფრთოვანებას. ცოტა ხნის წინ ისეთი შემთხვევაც მქონდა, როცა ორი დაქალი დღის სხვადასხვა დროს მოვიდა ჩემთან სახის გასაწმენდად. საღამოს კი ერთმა მათგანმა დამირეკა და სიცილით მითხრა. მილენა, არ დაიჯერებთ რა და მემართა. თურმე მე და ჩემი მეგობარი ერთ დღეს მოვსულ ვართ თქვენთან პროცედურისთვის და ორივე ძალიან გმაყოფილები დავრჩით. საღამოს ერთმანეთს დავურეკეთ და ორივე ვამტკიცებდით, რომ უმაგრესი კოსმეტოლოგი გვყავს, რომელმაც საუკეთესო შედეგი დადო. სასაცილო ის არის, რომ არ ვიცოდით თუ ერთსა და იმავე კოსმეტოლოგთან ვიყავით, მაგრამ ვკამათობდით ვისი კოსმეტოლოგი ჯობდა. ორივე მილენას ვუწევდით რეკომენდაციას. როცა გავიგეთ, რომ თქვენ იყავით, ბევრი ვიცინეთ და გადავწყვიტე თქვენთვისაც მეთქვა. რა ვთქვა, ძალიან კარგია. ამას წინათ დამირეკა ერთმა ლამაზმა გოგონამ, რომელსაც ძალიან მოეწონა ჩემი პროცედურა. ერთ წელზე მეტი იყო, რაც აღარ მოსულა ჩემთან, მაგრამ მითხრა, რომ ძალიან კმაყოფილი იყო და მისი მეგობარი მალე დამირეკავდა. მაგრამ ასე არ მოხდა. დეკემბერში 16 კლიენტი მყავდა. იანვარში მხოლოდ ერთი და $100 იყო ჩემის შემოსავალი. ჩემი ქმარი და დედა რომ არა, გამიჭირდებოდა. ჩემი შემოსავლით, რა თქმა უნდა, ვერ ვიცხოვრებდი, ამიტომ ვალის დასაფარად სესხი ავიღე. ვიგრძენი, რომ ამ ტემპით ვერასდროს გადავუხდიდი მარკ როიტმანის ვალს მის შვილს. დეპრესია იღვრებოდა ჩემგან იმაზე ფიქრით, რომ უძლური ვიყავი დაპირება შემესრულებინა. ხაფანგში ვგრძნობდი თავს და ეს ხაფანგი ყოველდღე ემსგავსებოდა ლაბირინთს. ჩემს დაბადების დღეზე 14 ნოემბრამდე მოვახერხე 2 მედიტაციის თარგმნა ქართულად და გამოვაქვეყნე YouTube-ზე. მაქსიმუმ 100 ნახვა დააგროვა, მაგრამ ახლა ამაზე არ არის საუბარი. არამედ იმაზე, როგორ მტანჯავს ფიქრი ფულის გამომუშავებაზე, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი ადამიანური დაპირების შესრულება, თუმცა ცხოვრება, იღბალი, ბედი, ანგელოზები, შესაძლებლობები, არ ვიცი რა ვუწოდო მათ, აშკარად არ მეხმარებიან სტაბილურად. ძალიან ვცდილობდი, მაგრამ უფასო რეგრესიულ ჰიპნოზზეც კი არ ეწერებოდა ხალხი. ლოგიკურია, ვიფიქრო, რომ რასაც ვაკეთებ არასწორია. კარიერულად წინ ვერ წავიწიე, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გავაკეთე.
გამოდის არ მაქვს იღბალი, როგორც არ უნდა ვეცადო. აღარ ვიცი კიდევ რა შემიძლია გავაკეთო. ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ ჩემი ქმარი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ფული მჭირდებოდა და მზად ვარ ბანკში სამუშაოდ წავიდე, რაც ჩემთვის მოსაწყენია, ან განვაგრძო სულიერი განვითარება. მაგრამ როგორ გავაკეთო ეს ფინანსების გარეშე? გავაგრძელებ წიგნის წერას, მაგრამ რა დავწერო? ახლა კითხვა უფრო მეტი მაქვს ვიდრე პასუხი და შემიძლია მხოლოდ კითხვები დავსვა? მე მჯერა, რომ სამყარო დამეხმარება და მე თვითონაც არ ვარ უქმად. ანუ ვმოქმედებ, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ბიზნესი განვითარდეს, მაგრამ არასტაბილური შემოსავალი ჩემში სევდას იწვევს. უკვე ძალიან დავიღალე იმედით და ხანდახან მგონია, რომ ცრუ იმედი ყველაზე მეტად ვნებს ადამიანს. აღარ მინდა ამერიკაში ცხოვრება, საქართველოში დაბრუნება მინდა. მესმის, რომ ყოჩაღი ვარ, რადგან ამდენი ხანი არ დავნებდი. და რა ვქნა ახლა? აქ მხოლოდ ვალის დაფარვის დაპირება მაკავებს. მაინც წავალ, მაგრამ ჯერ ფული მჭირდება ჩემი სიტყვის შესასრულებლად. დეპრესიულ მდგომარეობაში რომ დამინახა დედამ, $900 მომცა, რათა $100 დავამატო და ეს ფული მარკის შვილს გადავცე. ასეც მოვიქეცი და ცოტა ამოვისუნთქე. არაჩვეულებრივი დედა მყავს. ერთი კვირის წინ $500 გამომიგზავნა, საიდანაც $280 ბინის ქირას დავამატე. სახლში მზარეულობა დავიწყე დამატებითი სამსახურის ძებნა. ჯერ სამუშაო ვერ ვიპოვე, თუმცა უკვე 100-ზე მეტი რეზიუმე გავგზავნე. მეშინია მართალი გითხრათ. თავს ცუდად ვგრძნობ და ვლოცულობ, მაგრამ ხანდახან მეჩვენება, რომ ცარიელ სივრცეს ვევედრები. თავის სათაური როგორ დავეხმარო სხვებს, როდესაც რეალურად საკუთარი თავის დახმარება ვერ შევძელი. ამერიკაში ჩემთვის ცხოვრება ძალიან დამთრგუნველია. ვგრძნობ, რომ აქ ვკვდები. რეგრესიულ ჰიპნოზში ითქვა, რომ ცუდი სიტუაციები იქნება ჩემს ცხოვრებაში მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ. რადგან არის რაღაც უარყოფითი ძალა, რომელსაც სურს მოკლას ეს სინათლე ჩემში, რათა შევიცვალო. სეანსზე ისიც ითქვა, რომ რაც უფრო უარესი სიტუაციაა, ესე იგი მით უფრო სწორად ვიქცევი და ჩემი პრობლემები ბონუსად უნდა მივიღო. საოცარი ლოგიკა, არა? ჩემი სისუსტის, უნარობის, უძლურების განცდა ძალისხმევის მიუხედავად არის ის, რაც უარყოფით ძალას სჭირდება. მაგრამ როგორ დავახციო თავი მას? ვინ ეტყვის ამ ნეგატივს, რომ საკმარისია დაანებე თავი? ვინ დამიცავს მისგან? მე უკვე ვთხოვე ყველა წმინდანს, ქრისტეს შობის ძალას, რეიკის და წლის მფარველ დრაკონს, რომ დამეხმარონ, მაგრამ ყველაფერი უცვლელია. რა ვქნა ახლა? როგორ დავახციო თავი ამდენ იმედგაცრუებას? საით გავიქცე?
ახლა კარგად მესმის მათი, ვინც თავი მოიკლა. ჩემთვის ისინი მამაცი ადამიანები არიან და მესმის, რომ მათი ასეთი ნაბიჯის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ სიტუაციის შეცვლა არ შეეძლოთ. ღმერთო, დაიფარე მათი სულები და შეიწყალე. ისეთი განცდა მაქვს, რომ ყველაფერი რადიკალურად უნდა შევცვალო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ვიცი, ამით გულს ვატკენ ჩემს საყვარელ ადამიანებს. მე არ ვიცი, რას ეძახიან იმ ქვეყნად სამართალს და როგორ აფასებენ საკუთარი თავის სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯებს. მაგრამ ვიცი ერთი რამ, ვისაც შარის მოდება უნდა, აუცილებლად იპოვის მიზეზს. ან ბოლოს და ბოლოს თვითონ გახდება შარის მიზეზი. ამიტომ ახლა ჯერ ვაკვირდები ჩემს გადაწყვეტილებას საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნების შესახებ. ვფიქრობ, მანიკურის გაკეთებაც ვისწავლო და დამატებითი პროფესია მქონდეს. ქალები არც ისე ხშირად უვლიან სახის კანს და ამასთან ერთად, როგორც ჩანს, ჩემს პროცედურებს ხანგრძლივი ეფექტი აქვს. ბევრ კლიენტს უთქვამს ჩემთვის, რომ რაც ჩვეულებრივ 2 თვის განმავლობაში უნდა იყოს ეფექტური, თითქმის 1 წელს ძლებს. სამაგიეროდ ქალები აუცილებლად გაიკეთებენ ფრჩხილებს თვეში ერთხელ, რადგან მოვლელ ფრჩხილებს ტონალური კრემით ვერ დაფარავ. კანზე შეუძლიათ კოსმეტიკური საშუალებით უბრალოდ დაფარონ ყველაფერი, მაგრამ ფრჩხილებს თითქმის ყველა ყოველთვიურად იკეთებს. იქნებ სწორედ ასე მოვიქცე და დავბრუნდე. მაგრამ როგორ ვისწავლო და კიდევ ვალი ავიღო, როდესაც ისედაც $20,000 მაქვს გადასახდელი. უფალო, ხედავ, რაზე ფიქრობს ჩემი თავისუფალი სული. ზღვის ფრჩხილებზე, კანზე, ფულის შოვნაზე. რატომ არ მათავისუფლებ ამ უფულობის პრობლემისგან? რატომ უნდა ვისწავლო ახლა ფრჩხილების გაკეთება, რომელიც არც მომწონს და არც მაინტერესებს? იმის ნაცვლად, რომ ჩემი დრო დავუთმო ფილოსოფიურ შეხვედრებს, მედიტაციას. მით უმეტეს, რომ ამ სწავლის დროს კიდევ დავზარალდები ფინანსურად. ვიცი, ჩემი ნახატები არავის სჭირდება, მაგრამ მე ხო ხატვა ძალიან მიყვარდა. რატომ არ უნდა ვაკეთო ის, რაც მიყვარს? რატომ არის, რომ ხატვისთვის განკუთვნილი დრო ამჟამად ფუფუნებად მიმაჩნია? თებერვალი, 1-ის 17 წუთი, 2024 წელი. შუა ღამეა, გარეთ ბნელა, რადგან ესესაა დადგა 10 თებერვალი. ამბობენ, რომ დრაკონის წელი დღეს დადგა. ეს დილა ჩემთვის ძალიან აქტიურად დაიწყო. მე ვეჩხუბებოდი ჩემს ქვეცნობიერს და ყველას, ვინც თითქოს მხარს მიჭერს ადამიანის თვალით უხილავი სამყაროდან, ანგელოზებისა და უმაღლესი სულების სამყაროდან და ალბათ ერთ დღესაც მივიღებ ამ ჩხუბისთვის. ახლა კი ორთქლი გამოვუშვი და თავს მშვიდად ვგრძნობ. არ მახსოვს გითხარით თუ არა, მაგრამ 2 კვირის წინ მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი შევიკრიბეთ რეიკის მედიტაციაზე. ჩვენ ერთად ვმედიტირებთ
განვიხილავთ სხვადასხვა თემას, მხარს ვუჭერთ ერთმანეთს და ვუტარებთ რეიკის სეანსს. რეიკი, ანუ სიცოცხლის ენერგია, თარგმანში, როგორც ოსტატმა ნილამ გვასწავლა, რომელიც ყოველთვის ესწრება ამ შეხვედრებს და ორგანიზატორია, განასახიერებს ღვთაებრივ ენერგიას და გვეხმარება ჩვენს გზაზე. ამ შეხვედრების შემდეგ თავს ყოველთვის უკეთ ვგრძნობ ხოლმე. თავის სათაური კითხვები ანგელოზებთან. გუშინ 2024 წლის 9 თებერვალს გამახსენდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ვწერ ამ წიგნს. მე მჯერა უზენაისი ძალების და ანგელოზების, რომლებსაც ჩვენთვის სიკეთე სურთ და გვეხმარებიან. თუმცა მე ვფიქრობ, ეს დახმარება საკმარისად პროდუქტიული და შედეგიანი არ არის. ალბათ იმიტომაც, რომ ჩვენ არ ვიცით ანგელოზების ენა და გვიჭირს მინიშნებების გაგება. ხანდახან მეჩვენება, რომ ამ დედამიწაზე მოვედი გალაქტიკათა შორის ურთიერთქმედების დასამყარებლად. ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამყაროთა შორის განზომილებებს შორის ურთიერთობების დასამყარებლად. დაახლოებით 9 საათის წინ ავანთე ოსტატ ნილას მიერ ნაჩუქარი სანთელი და ვლოცულობდი ყველა კეთილმოსურნე ძალის მიმართ. ლოცვის დროს დავს ვიკითხვა, რომელიც დიდი ხანია მაწუხებს. რატომ არ მოდიხართ ადამიანებთან ისე, რომ მათ რეალურად აღგიქვან და არა საკუთარი ფანტაზიით? თუ რეალური სახით მოხვალთ, ხომ უკეთ გაგიგებენ და დაგინახავენ ადამიანები? მე როგორც ამ განსხეულებაში მყოფმა ადამიანმა, ვიცი, რომ ადამიანის ყოველი ცრემლი და ყოველი სევდა მათ სახეზე არის დახმარების ძახილი თქვენდამი, მოწოდება, რომ მოხვიდეთ და დაეხმაროთ. უცებ მომივიდა პასუხი თავში თუ გულში, არ ვიცი უფრო გასაგებად როგორ აღვწერო, რა დამემართა ამ კომუნიკაციის დროს, მაგრამ პასუხი ასეთი იყო. ჩვენ მოვედით, მაგრამ ადამიანი რომ გვხედავს, გაქცევა უნდა, ჩვენი ეშინია, ვაშინებთ. აქ გამახსენდა, როგორ წავიყვანე ერთხელ ჩემი ძალიან კარგი ახლობელი რეიკის სეანსზე. სეანსის დროს მან დაინახა, რომ იესო თავად მივიდა მასთან და უბრალოდ გაუწოდა ხელი მისალმების ნიშნად. მას უცებ შეეშინდა ამის. ეს იყო მისი პირველი შეხება ამ ტიპის მედიტაციასთან და როგორც ჩანს უკანასკნელიც, რადგან მე ის აღარ მინახავს ასეთ შეხვედრებზე. თუმცა მოგვიანებით არაერთხელ შევხვდი და სასიამოვნო საუბარიც გვქონდა სხვა თემებზე. ვივარაუდე, რომ შეეშინდა, როცა იესო დაინახა. მას აშკარად შეეშინდა ასეთი გამოცხადებისა, თავისი გრძნობების დაუჯერებლობის გამო. შესაძლოა მასში ცრურ წმენებმა გაიღვიძა და შეეშინდა, მაგრამ რა კავშირშია ეს იმასთან, რომ ასეთი ხილვის დროს გაახსენდა, რომ დედა იყო და რომ მისი შვილია მხოლოდ ის, რაც სჭირდება და არა ასეთი სასწაულები და ხილვები. მისთვის არავის უთხოვია არჩევანის გაკეთება, მაგრამ ამჯობინა დაბრუნებულიყო ყოველდღიურ რეალობაში.
ისიც საქართველოდანაა, როგორც მე. საქართველოში და არა მარტო საქართველოში, ბევრი ადამიანი შიზოფრენიად მიიჩნევს ისეთ რამეს, რისი დამტკიცებაც ან ჩვენება შეუძლებელია. უმეტესობას ეშინია, რომ ფსიქიატრიულში არ აღმოჩნდეს. მე ვთვლი, რომ სწორედ ამ ცრუ რწმენებმა და შიშებმა შეუშალა ხელი ჩემს ახლობელს სულიერ კიბეზე წინსვლაში. ბოლოს და ბოლოს მართლა არავის უნდა მოხვდეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და მისი შვილი მშობლის გარეშე გაიზარდოს. წამიერი ხილვის ან სმენის ან შეგრძნების გამო. არადა შეუძლებელია უბრალოდ დააჭირო ღილაკს place და დასამტკიცებლად აჩვენო ვინმეს, რომ ეს არ არის ბლეფი და გონების დაბნელება. ოხ, ჩემო ძვირფასო ანგელოზებო, ამ ყველაფერს დაწვრილებით იმიტომ გიხსნით, რათა გაიგოთ, რამდენად გშორდებათ ადამიანი ნანახით გამოწვეული შიშით და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტვის შესაძლებლობით. თქვენ ფიქრობთ, რომ არ გვინდა თქვენი მოსმენა, მაგრამ სინამდვილეში ეს სულაც არ არის ასე. კი ვიცი, რომ წინათ უარესი იყო. წინათ კოცონზე ცოცხლად წვავდნენ ნებისმიერ წვრილმანზე. ვისაც წიგნების კითხვა უყვარდა და სახლში წიგნებს ინახავდა, ჯადოქრებს ეცახდნენ. სამეცნიერო მიღწევებისთვის, ფილოსოფიისთვის, ნებისმიერი აღმოჩენისთვის ადამიანები უსამართლოდ და სასტიკად ისჯებოდნენ. საბედნიეროდ ახლა თანამედროვე სამყაროში აღარავინ წვავს კოცონზე მათ, ვისაც შეუძლია დაინახოს ის, რისთვისაც ყველა არ არის მზად და არც ჯადოქრებს უწოდებს ასეთ ადამიანებს. ოხ, ძვირფასო ანგელოზებო და სულებო, ვინც დაიღალეთ მცდელობებით, რომ დაგვეხმაროთ ჩვენ, ბრმებს და ყრუებს, გთხოვთ გაგვიგოთ და გვაპატიოთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით დრო თითქოს შეიცვალა, სინამდვილეში ასე არ არის. აქ ხალხი ადვილად ხვდება ფსიქიატრიულ განყოფილებაში. თქვენი მოსმენა უფრო რთულია მათთვის, ვინც მშობელია, რადგან სწორედ მათზეა დიდი პასუხისმგებლობა. მისცენ შვილს კარგი აღზრდა, კარგი განათლება, რომლის ფასიც ყოველწლიურად იზრდება. მშობლებს მეტი შრომა და მატერიალური საკითხების მოგვარება უწევთ, რათა მათი შვილები ჭკვიანები და წარმატებულები იყვნენ. მეც კი ჩემი ხედვებით მესმის, რომ განათლება და პროფესია ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირად ღირებული მიზნებია. მე რომ დროულად დამემთავრებინა სამედიცინოზე სწავლა, მეტის შოვნას შევძლებდი და ვალებზე არ ვიფიქრებდი. მეტიც, უფრო კარგად დავამტკიცებდი თქვენს გულმოწყალებას, ვიდრე ამ პროფესიის გარეშე. ალბათ ექიმისას უკეთ შეისმენდით, ვიდრე რომელიმე კოსმეტოლოგისას, რომელიც იმდენად ვერ უმკლავდება საკუთარ საქმეს, რომ მინიმუმ 2 კვირით ადრე დაჯავშნოს პროცედურები და დღე-დაღამ არ უწევდეს სამუშაოზე ფიქრი და მისი ძებნა. სხვათა შორის ხვალ, ანუ დღეს დილით, მივდივარ გასაუბრებაზე, სადაც საათში იხდიან $25. მაგარ შენობაში უნდა ვიმუშაო დაცვაში,
ღამის მორიგეთ და შევამოწმო ყველა საბუთები, ვინც შემოვა. ხალხი დიდი ხანია უმუშევარია. გუშინ ჩემი ერთი კარგი კლიენტი მოვიდა ჩემთან, რომელიც 2 წელია არ მინახავს. მითხრა, რომ პრობლემები ქონდა სამსახურთან და ფულთან დაკავშირებით. დიდხანს იყო უმუშევარი და ვალებში ჩავარდა. ბოლოს და ბოლოს რაღაცით ხომ უნდა იცხოვრო. ახლა კი მადლობა ღმერთს, უშოვია სამსახური. ღმერთმა მისცეს მას ყველაფერი საუკეთესო. ზოგჯერ ვლოცულობ, რომ ჩემს ქმარს კონდეს საკმარისი შემოსავალი, რომ მე არ ვიფიქრო იმაზე, სად ვიშოვო ფული საკვებისთვის. რა ბედნიერება იქნებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ვიწვი სურვილით ვისწავლო მანიკურის გაკეთების ტექნიკა, ან ვიმუშაო მთელი ღამე დაცვის თანამშრომლად რომელიმე შენობაში. მაგრამ თუ სხვანაირად ხელი არ მემართება, მომიწევს ამის კეთება. მე ხშირად გთხოვთ უზენაეს ძალებს და მეხმაროთ, რომ აღარ ვიფიქრო ფინანსებზე, ყოველ შემთხვევაში ჩემს ვალებზე მაინც არ ვიფიქრო. ხალხი ოცნებობს მანქანებსა და სახლებზე, მე კი ვოცნებობ ჩემი დაპირების შესრულებაზე, ადამიანის ცხოვრების ზნეობრივ ნაწილზე. მინდა რაც შეიძლება მალე დავფარო ვალი. 4 წელია ვოცნებობ ამაზე როგორც რაღაც ძნელად მისაღწევზე. დღეს ერთ ბრძენ გოგონას გადავუშალე გული და ვუთხარი, რომ თუ მალე მოვიშორებდი ვალებს, მერე ფულზე ნაკლებს ვიფიქრებდი და ბოლომდე ჩავიძირებოდი ჭეშმარიტების შესწავლაში, რითაც შევძლებდი ჩემი მისიის შესრულებას, ამ წიგნის დამთავრებას და ადამიანთა დახმარებას შესაძლებლობის ფარგლებში. მან ამაში ბავშვური ეგოიზმი დაინახა, ამის მსგავსი. ისეთი ეგოისტი ხარ, არ გინდა გააკეთო სხვა რამე, თუ შენ რაც გინდა იმას არ მიაღწევო პირველ რიგში. მე შევეცადე ამეხსნა მისთვის, რომ ფულზე ფიქრები ავსებს ჩემს გონებას და არ მიტოვებს სხვა რამის გაკეთების დროს და სურვილს. პასუხად მივიღე შემდეგი ფრაზა. ისე ამბობ, თითქოს არ გინდა სპორტზე სიარული, სანამ ბოტასებს არ იყიდი. შენ უნდა იარო სპორტზე მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გაქვს ეს ბოტასები. ლოგიკური ჩანდა ის, რაც მან მითხრა და აღარ შევეკამათე, რადგან გასაგები იყო. ცხოვრებაში არის ისეთი რამ, რასაც უიღბლობა ქვია. ვფიქრობ, მეც უიღბლობა დამდევს თან, მიუხედავად ჩემი შრომისა და ძალის ხმევისა, ვიყო კარგი კოსმეტოლოგი, რაც შეიძლება პროფესიონალურად ვაჩვენებ ჩემს კოსმეტოლოგიურ მომსახურებას ინტერნეტში. ხანდახან ვაქვეყნებ სამოტივაციო ვიდეორგოლებს სოციალურ ქსელებში, სადაც ვსაუბრობ იმაზე, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს საკუთარი თავი და ერთმანეთი, როგორ უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს და რომ ჩვენ ყველა ერთმანეთს რაღაცას ვასწავლით. ასევე ვცდილობ არ გამოვტოვო რეიკის შეხვედრები. კვირაში ერთხელ ვატარებ 2 საათს ვედური ცოდნისა და კარმის შესწავლაზე, ზუმის საშუალებით. ამ ბოლო დროს ხშირად ვესაუბრები ჩემს თავს.
ხშირად მივმართავ იესოს და ღმერთს. ჩემი ცხოვრების წესით რომ იტყვიან, ვცდილობ ჭიანჭველასაც კი არ დავადგა ფეხი. ამ წიგნს მაშინ ვწერ, როცა დრო და ენერგია მაქვს. ხანდახან მტრგუნავს ის, რომ ამ წიგნში ხშირად სულიერ განვითარებაზე საუბრის ნაცვლად ფინანსურ უიღბლობას ვუჩივი. ასევე ხშირად ვუსმენ სასულიერო წიგნებს და მედიტაციას ვაკეთებ, მაგრამ როგორც ჩანს, ყოველივე ზემოთქმული ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ უზენაისმა ძალებმა სწორად გამიგონ. აშკარაა, რომ ფინანსური დახმარების თხოვნა უფრო ეგოიზმად განიხილება. ისიც კი ვიფიქრე, რომ შეიძლება ვალების მოშორებით ეგრეთ წოდებული სტერვა გავმხდარიყავი, რაც რუსულად სიტყვასიტყვით ნამუსგარეცხილ არამზადას ნიშნავს და იქნებ სამყარო სწორედ ამისგან მიცავდა. თუმცა ვიცნობ საკუთარ თავს და არ ამგონია ასეთად გადავიქცე. ასეც რომ მოხდეს, ჩემს მფარველ ანგელოზებს აქვს საკმარისი ძალა და შესაძლებლობები, რომ მანიშნონ ეს და მე მივხვდე. ხშირად გვსმენია, რომ ადამიანები როცა მდიდრდებიან და ფინანსებზე აღარ ნერვიულობენ, სხვანაირები თითქოს ცივები ხდებიან. მე ძალიან ბევრ მშვენიერ სამაგალითო მილიონერს ვიცნობ, ვისი გულიც არ შეცვლილა უარესობისკენ, მაგალითად ჩემი ცხონებული მეგობარი მარკ როიტმანი. ჩემს შეცდომებზე პასუხისმგებლობის არ მეშინია. მე ვაფასებ ჩემს უიღბლობას როგორც საშუალებას არ განვიკითხო სხვები, რომლებიც წუწუნებენ ფინანსურ პრობლემებზე, რადგან ვიცი როგორია, როცა ყოველ ღონეს ხმარობ, სანაცვლოდ კი ცრუ იმედებს იღებ. გაცრუებული იმედი ძალიან მტკივნეულია ადამიანისთვის. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე, როცა სკოლაში ორიანებს და სამიანებს მიწერდნენ და მტულქსავდნენ, ძალიან განვიცდიდი და საპირისპიროს დამტკიცების სურვილი მიქრებოდა. ხოლო როცა მახალისებდნენ, მეტად ვცდილობდი და გამომდიოდა კიდეც. თავის სათაური დაღლილი ნარცისის აღსარება. დღეს კიდევ ერთხელ მქონდა ხილვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მადლობელი ვარ, რომ დღეს მაინც არ დავიძინებ თვალწრემლიანი. ამ ბოლო დროს ხშირად ვტიროდი. ვიცი, რომ მარტო მე არ ვარ ასეთი, მაგრამ ამის გაცნობიერება უფრო მამწუხრებს, რადგან მინდა ყველა ბედნიერი იყოს. რამოდენიმე დღის წინ წმინდა მარკის ეკლესიაში შევედი, ბრუკლინში, სადაც ძალიან მშვიდი აურა და ბევრი ხალხი იშვიათი სანახავია. მაგ დღეს ვაკაკუნებდი ყველა კარში, ყველა სამედიცინო ოფისში და ვთავაზობდი საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას სამედიცინო სფეროში, რათა სამსახურში აიყვანათ ჩემი თავი. ძალიან ციოდა ამ დღეს. ბრუკლინში ქარი ისეთია, რომ ძვლებშიც კი გრძნობ. იმედგაცრუებული, გაყინული და დაღონებული,
რადგან არავის არ დავაინტერესე საკუთარი თავი და შესაძლებლობები, შევედი წმინდა მარკის ეკლესიაში. დავჯექი დასასვენებლად და იესო გამომეცხადა გულში. ის მომიჯდა გვერდზე, მომღიმარი და მშვიდი, როგორც ყოველთვის. მან მითხრა, რომ მე შემიძლია ის, რასაც ქვია ბევრი საქმის ერთდროულად გაკეთება და მიუხედავად ჩემი პრობლემებისა და მოუცლელობისა, მე შემიძლია მოვიპოვო ის დრო, რათა დავწერო ის, რაც ვიცი და აქამდე არ ვწერდი. დაახლოებით 1 წლის შემდეგ ერთხელ მე ვკითხე მას: იესო, ჩემო მშვენიერო, ღირს თუ არა იმის დაწერა, რასაც ვაპირებ, არის თუ არა ეს ჩემი შრომა ის, რაც შენ გეგულება? იქნებ ეს ხელის შემშლელი ფაქტორები, რომლებსაც გადააქვთ ჩემი ყურადღება წერისგან, სპეციალური მანიშნებელია ჩემთვის, რათა ეს წიგნი არ დაიწეროს? მან ისევ სიყვარულით მოღიმარმა მიპასუხა, რომ მე აუცილებლად უნდა დავწერო ამ წიგნში ეს ფრაზა ჩემზე და ზოგადად ადამიანებზე. ბევრმა რთულმა სიტუაციამ და ტანჯვამ ჩამომაყალიბა ისეთად, როგორიც ვარ ახლა. მე გავიარე ეს გზა, რათა გაჩვენოთ თქვენ, როგორ შეიძლება არ ჩაქრეს ადამიანში სიყვარულის ძალა ყველაფრისადმი, იმედგაცრუების მიუხედავად. მე მადლობელი უნდა ვიყო ჩემი იმედგაცრუებების და ტანჯვების, რადგან მათ მასწავლეს უკეთ გავუგოს სხვებს და არ განვიკითხო ისინი იმაში, რაშიც ადრე განვიკითხავდი, ეს სირთულეები რომ არ გამევლო. მადლობელი უნდა ვიყო ჩემი ბედისა. იესოს გვერდში დგომას ბავშვობიდან ვგრძნობ და რადგან მასთან ორმხრივი დიალოგი გამომდის ხოლმე, ეს ძალიან მამშვიდებს. რეგრესიული ჰიპნოზის ტრანსში ყოფნის დროს დავსვი ასეთი კითხვა: ჩემი მზადყოფნა ყველაფერზე, თუნდაც მაღალ თანამდებობაზე მოღვაწეობისა, რომელიც მეტ საშუალებას მომცემს, უფრო მეტმა მომისმინოს და მეტს დავეხმარო, შემთხვევით ხომ არ ნიშნავს ჩემი უზარმაზარი ეგოს არსებობის მტკიცებულებას? ვიცი, ძალაუფლებას და პოპულარობას ბევრი შეუძლია, თუ გარშემო მყოფთათვის სასიკეთოდ გამოიყენებ. ტრანსის დროს პასუხი მომივიდა, რომ არა. ანუ ჩემი მზადყოფნა ყველაფერზე ჩემი უზარმაზარი ეგოს გამო არაა, რადგან ჩემი განზრახვები სუფთაა. თუმცა არსებობს ძალა, რომელსაც აწყობს ჩემში სევდის გამოწვევა რთული სიტუაციების სახით. რაც უფრო სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებ, ეს ძალა უფრო ბრაზდება და ცდილობს ხელი შემიშალოს ყურადღების გადატანის გზით სევდიანი სიტუაციის გააქტიურებით. მე თურმე არ უნდა მეშინოდეს და არ უნდა ვსევდიანობდე, რადგან ჩემი სევდა, გარდა იმისა, რომ ხელს მიშლის დაგიმტკიცოთ პოზიტიური ენერგიის სასწაული, ასევე ამ სევდის ენერგიით იკვებება ის, რასაც აწყობს ჩემი სევდა. თურმე უბრალოდ უნდა ვიყო ისეთი, როგორიც ვარ,
ვიყო გულწრფელი და საკუთარი თავის გამოხატვაში სხვისი რეაქციების არ მეშინოდეს. თურმე ის სასწაულები, რაც მე ვნახე ჩემი ცხოვრების მანძილზე, ბევრს უნახავს, ბევრს შეუგრძნია ის, რაც სხვას შეუგრძნობელი ეჩვენება. თუ ეს დღიური იხილავს მზის შუქს, მაშინ ადამიანი, ვინც ჩასწვდება ჩემს მომდევნო ისტორიებს, გაიგებს, რომ ის მარტო არ არის, დაირწმუნებს საკუთარ თავისას. მასში არსებული ნიჭის უნიკალურობის გამო, რომელიც ჩახშობის მაგივრად უნდა განავითაროს. მოგვიანებით ჩემი ბიზნესი ისე ვაყვავდა და ვალის დიდი ნაწილი დავხურე. ჩემმა ლოცვებმა ჩემი კლიენტების კეთილდღეობაზე მათ ჩემთან სტუმრობის საშუალება მისცა. 2024 წლის 20 მარტი. ოხ, ჩემო ძლიერო სულო, გთხოვ დამეხმარე, რომ არ შევცდე და სწორად აღვიქვა ყველაფერი, რაც ჩემში და ჩემ გარშე მოხდება. 2024 წელი ძლიერი ტრანსფორმაციით დაიწყო. ბევრი უცნაური რამ მოხდა მას შემდეგ, რაც მთელი გულით ვილოცე, რომ ბოლოს და ბოლოს დაუბრკოლებლად შემძლებოდა ჩემი გამოცდილების გაზიარება. მე გავაკეთე რეკლამა, რომ ჩემს კლიენტს შეეძლო მიეღო 2 პროცედურა ერთის ფასად. ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ სახის ღრმაწმენდის პროცედურა ჩემთან უფრო ძვირია ვიდრე სხვასთან. ხარჯების გამო ფასს ვერ დავაკლებდი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ჩემი შესანიშნავი კლიენტები, გარდა მასაჟისა, რომელიც შედის ამ პროცედურაში, ჩემგან დამატებით სასარგებლო ბონუსს იმსახურებენ. ისეთს, როგორიცაა ვიტამინების შეყვანა სახის კანში სასიამოვნო ულტრაბგერითი აპარატის გამოყენებით. ჩემდა გასაკვირვად ამ გადაწყვეტილებამ წარმატება მომიტანა და მე ჩემს კლიენტებთან ერთად კმაყოფილი ვიყავი შედეგით. ამას გარდა მათ შეეძლოთ აერჩიათ მეორე პროცედურაც სურვილის შემთხვევაში. წარმატებების სიომ დაქროლა ჩემკენ, მაგრამ ცხოვრების მღელვარე ზღვამ ძალიან სამწუხარო ამბავიც მოიტანა ჩემს სანაპიროზე. თავის სათაური ვარდის სურნელმა მის ეკლებზე დამაფიქრა. ახლა თვითმფრინავში ვარ და მივფრინავ ჩემს საყვარელ საქართველოში. ეს ძალიან კარგად ჟღერს, რადგან ძალიან მინდოდა წასვლა, მაგრამ გამგზავრების მიზეზი ტკივილამდე მიკუმშავს გულს. მოულოდნელად ჩემი საყვარელი ტკბილი ბიძა არკადი გარდაიცვალა. ანუ მისმა სულმა დატოვა მისი სხეული. ეს მოხდა ყველასთვის ძალიან მოულოდნელად და უეცრად. ის იყო შესანიშნავი ადამიანი ამ სიტყვის საუკეთესო და სრული გაგებით. მიჭირს წარსულ დროში მასზე წერა. წარმოიდგინეთ, მაღალი, სპორტული აღნაგობის შავგვრემანი
წარმოუდგენლად ქარისმატული, ხელმარჯვე, სასურველი, საქმრო და უბრალოდ დიდებული ადამიანი. ის მაშინვე ჩნდებოდა ჩემთან, როცა მჭირდებოდა და ასე იყო სხვების მიმართაც. კარგად უვლიდა სახლებს და ბაღს ჩვენს ეზოში და ყოველთვის იცოდა სად, რა და როგორ გაეკეთებინა. რა თქმა უნდა 20 წლის არ იყო, მაგრამ არც ასაკოვანი ეთქმოდა. ძალიან სიმპათიური იყო. შესაძლოა ვცდები, მაგრამ სადღაც სულის სიღრმეში თავსაც ვიდანაშაულებ მისი სიკვდილის გამო. შესაძლოა მკაცრად არ მოვთხოვე, რომ ექიმებთან წასულიყო. არ უყვარდა ექიმებში სიარული და ხშირად იცინოდა ჩემს თხოვნაზე ექიმთან მისვლის შესახებ. მისთვის ბევრჯერ მithქვამს, როგორ მინდოდა საქართველოში დაბრუნება და მის გვერდით ცხოვრება. როცა შემატყობინეს, რომ ის სხვა სამყაროში გადავიდა, ბილეთის ფული არ მქონდა, რადგან მთელი ჩემი შემოსავლით ვალები გადავიხადე. თუმცა დედაჩემი და ჩემი მეგობარი დამეხმარნენ, რომ წავსულიყავი საქართველოში და ბოლო გზაზე გამეცილებინა ბიძაჩემი. უკანასკნელი პატივი მიმეგო მისთვის ყველა ჩვენი ტრადიციის გათვალისწინებით. როცა საქართველოში ცხოვრებაზე ვოცნებობდი, ეს მასთან ერთად წარმომედგინა. მინდოდა მომემზადებინა მისთვის ნაირ-ნაირი კერძები, მივხმარებოდი, უკეთ გამეცნო, ერთად გვემღერა შანსონები და გვეყურებინა ძველი ინდური და რუსული ფილმებისთვის. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სამყარო ისევ ყველაფერს იმეორებს. თუ ერთ ოცნებას მისრულებს, სამაგიეროდ ბედნიერების სხვა რომელიმე წყაროს მიკეტავს. ერთხელ მან წამართვა ამალია ბებო და მალევე მაჩუქა ამერიკის მწვანე ბარათი, ანუ მშობლებთან ყოფნის შესაძლებლობა. ახლაც რაღაც მსგავსი ხდება. მე მივდივარ იქ, სად წასვლაზეც ვოცნებობდი, მაგრამ ამის ფასი ძალზე ძვირია. უკვე მეშინია რამეზე ვიოცნებო. მეშინია, რომ ოცნების ახდენა ძალიან ძვირი მიჯდება. დაეთქვან, რომ სიკვდილი არ არსებობს, მაგრამ არის ადამიანის სიცოცხლე და ჩემთვის საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ მე ფიზიკურად ვეღარ ჩავეხუტები ჩემს საყვარელ ბიძას. ვერ შევიგრძნობ მთელი სულით და გულით, როგორც ადრე. რა ჯანდაბად არ გვაფრთხილებს სამყარო, რომ აი ეს თქვენი ბოლო შეხვედრა და ემშვიდობეთ, ან ეს არის ბოლო საუბარი ტელეფონზე. უთხარით ერთმანეთს, რომ გიყვართ ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ არ იცით რა იქნება ხვალ. დიახ, მესმის, რომ უკეთესია ადამიანებთან ყოველთვის ისევ ურთიერთობდეთ, თითქოს ეს უკანასკნელი შეხვედრა იყოს. მაგრამ ადამიანის ჩახუტების შესაძლებლობის დაკარგვა მაინც ძალიან მტკივნეულია. თუნდაც ყოველთვის სიყვარულით სავსე დამოკიდებულება გვქონდეს. როცა საბოლოოდ დავიჯერე, რომ ვალების ხაფანგიდან გამოვიდოდი,
ჩემი საყვარელი ბიძის სულმა სხეული დატოვა და ჩემს თავში გადაფასება მოხდა. ახლა მთავარია ჩავიდე, პატივი მივაგო მის ხსოვნას და ყველაფერი სწორად გავაკეთო. არ ვიცი რა იქნება შემდეგ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ამ ამბავის შემდეგ თითქოს სწრაფად გავიზარდე. უკვე მე რამდენად დავკარგე შესაძლებლობა ჩავეხუტო ჩემს საყვარელ ადამიანს. 4 წელიწადში დავკარგე საშუალება ჩავეხუტო ჩემს საუკეთესო მეგობარ მარკს, ჩემს შეუდარებელ ბიძა ვალერას, ჩემს უჭკვიანეს ბებია ლეილას და კიდევ უფრო ადრე მამიკოს. და კიდევ უფრო ადრე დავკარგე ჩემი საყვარელი ამალია ბებოს ჩახუტების საშუალება, რომელმაც ჩემში უანგარო სიყვარულის ძალა ჩანერგა. ლეილამ კი მთიულური სიბრძნე, რომელიც დღემდე ხანდახან აქტიურდება ჩემში. ჩახუტების საშუალება დარჩა წარსულში. ახლა კი არკადი, ის ვისაც ბავშვობიდან ვაღმერთებდი. ყოველთვის როცა არკადიქს ასე ვეძახდი, ვხედავდი, სული მითბებოდა და თავს ძალიან ძლიერად ვგრძნობდი. სადაც არ უნდა იყო ჩემო საყვარელო და ტკბილო ბიძია არკადი, გისურვებ, რომ თავი კარგად იგრძნო, ძლიერად, არ აყვე ემოციებს და იყო ნათელში. და მოწყალების ძალამ დაგიცვას ყოველგვარი წუხილისგან. მე ვთხოვამ და ყველა სხვა სამყაროს მმართველს შეიწყალოს შენი სული და გაგახაროს სხვა ნათესავებთან და მეგობრებთან შეხვედრით, რომლებიც ასევე სადღაც მანდარიან. ყველაზე მეტად მინდა, რომ ჩემი ჩამოსვლისას გაცოცხლდე, რათა ისევ ჩავეხუტოთ ერთმანეთს. იქნებ მოხდეს სასწაული. ვევედრები ყველას, ვინც გავლენას მოახდენს შენს იმ ქვეყნიურ ცხოვრებაზე, გაპატიოს ყველა შეცდომა, ნებსითი თუ უნებლიე. მე ვპატიობ ყველას, ვინც ოდესმე ტკივილი მომაყენა, იმ იმედით, რომ ეს დაგეხმარება. გთხოვ არკადი, იყავი ძლიერი, არ დაიჯერო ყველაფერი, რასაც დაინახავ. დაე ჭეშმარიტება და უპირობო სიყვარულის ძალა გიცავდეს ყოველწამიერად, ყოველგვარი ტყუილისა და შფოთვისგან, რომელიც ფიზიკურს თუ მორალურ ტკივილს მოგაყენებს. დაეაქცდეს ნებისმიერი ტკივილი. თუ შეძლებ დამეხმარე, არ გავაკეთო ის, რაც შეიძლება ვინანო. შენ გარეშე ცხოვრების გაგრძელებისაც კი მეშინია. ისღა დამრჩენია, ისე ვიცხოვრო, რომ შენ იამაყო ჩემით და დიდი იმედი მაქვს, რომ არ გიმტყუნებ ჩემო ძვირფასო. ამბობენ, რომ სულების სამყაროში საიდუმლო აღარ არსებობს და ახლა შენ ალბათ უფრო კარგად დამინახავ ვიდრე ოდესმე. მთელი ჩემი ცელქობა ოინებით. მაპატიე თუ ჩემი გრცხვენია, თუმცა ახლაც მხოლოდ შენს სიყვარულს, მხარდაჭერას და თანადგომას ვგრძნობ.
მეჩვენება რომ იმაზე მეტად გიყვარვარ ვიდრე მეგონა. მოდი ვიყოთ ბედნიერები. იცი ჩემო საყვარელო და ტკბილო ძია არკადიკ. ამბობენ რომ სხეულის სიკვდილის შემდეგ არის რაღაც, რაც არ კვდება. მე ამის მჯერა, რადგან მიგვრცნია იმ ქვეყნად წასულთა ყოფნა ჩვენ გვერდით. თუმცა ვინ იცის რეალურად როგორ არის მოწყობილი ჩვენი ტვინი, სული და ეგრეთ წოდებული ეგო. დარწმუნებული ვარ, რომ მეცნიერები ზოგჯერ არც ჩემს აზრებს, ხილვებს და დასკვნებს აღიარებენ. გამიგია, რომ სხეულის სიკვდილის შემდეგ სული წყნარდება და ქრება უამრავი არასაჭირო და ხანდახან ხელისშემშლელი აზრი. ხო, ბევრი ამაო აზრი ქრება, როდესაც სხეულის სიცოცხლე მთავრდება. ახლა ვხვდები, რამდენი მილიარდი ამაო აზრი წარმოუდგენლად ველური უნარით მიფანტავდა ყურადღებას და დომინირებდა ჩემზე. როცა ადამიანად იბადები, ჭეშმარიტი წესების ცოდნის გარეშე იწყებ ადაპტაციას აქ დედამიწაზე. სხეული იწყებს ადაპტაციას ამ ცხოვრებასთან, გარემოსთან და რა თქმა უნდა გარშემო მოვლენებთან. მშობლები და ნათესავები საკუთარ პრინციპებს გვახვევენ თავს და ჩვენ ღრუბელივით ვისრუტავთ ყველაფერს, განსაკუთრებით ბავშვობაში, რითაც ვიყალიბებთ საკუთარ პრინციპებს. ყველაფერი ეს ხდება სიტუაციის, გამოცდილებისა და სწავლების საფუძველზე. პირადად მე ჩემს სიცოცხლეში ალბათ 9-ჯერ მაინც მოვკვდი. ყოველი დამსხვრეული ოცნება თითქოს მაქვავებდა. ყოველი იმედგაცრუება ოცნებისა თუ ადამიანებისა თითქოს სასიკვდილო ლახვარს მცემდა. თუმცა ახალი ოცნებები უკეთესობის რწმენა და ახალი კარგი ადამიანების გაცნობა ისევ მაცოცხლებდა. თითქოს მკვდრეთით აღმადგენდა. ხანდახან მეჩვენება, რომ სიცოცხლე და სიკვდილი განუყრელი პარტნიორები არიან, მასწავლებლები, რომლებიც გააზრებულად ხან უახლოვდებიან, ხან კი შორდებიან ერთმანეთს. ჩემს ცხოვრებაში ხშირად დამინახავს, რომ ბევრი ჩემი პრინციპი არ ამართლებდა და ვფიქრობდი, რომ ზოგი მათგანი არასწორი იყო. ზოგი კი საერთოდ ზღუდავდა ჩემს პოტენციალს. ჩემო მკითხველო, ალბათ მიხვდები, რასაც ვგულისხმობ. მაპატიე ჩემი არასწორი დასკვნები, თუ ასეთები შეამჩნიე ამ წიგნში, მაგრამ ყველა დასკვნას, თუნდაც არასწორს, ხომ თავისი ისტორია აქვს. ახლა მოდურია ეგოს მტრა დახკმა, მაგრამ ბავშვობაში, როცა ყალიბდება ეგო და პრინციპები, როგორც შედეგი, გვეხმარება ამ სამყაროში ადაპტაციასა და გადარჩენაში. მე არ ვიცავ ეგოს, მე მხოლოდ ვამტკიცებ, რომ ის აუცილებელია ცხოვრების რაღაც ეტაპზე. ეგო როგორც საძირკველი შესაძლებელს ხდის სახლის დასრულებას. ამ სახლში შეიძლება მოხდეს სხვადასხვა რამ,
რომელიც დაგვეხმარება ვისწავლოთ ცხოვრებისეული გაკვეთილები. ეგო საძირკველია. თუ ის საიმედო მასალისგან არის დამზადებული, მაშინ სახლი, რომელიც მასზეა აშენებული, შეიძლება იყოს შესანიშნავი თავშესაფარი. თუმცა თუ სახლის საძირკველი პლასტმასისაა, მაშინ რა თქმა უნდა, ვერანაირ მიწისძვრასა და ქარიშხალს ვერ გაუძლებს, როგორც საჭიროა. აქ მოთავსებულია ჩემი ნახატი, რომლის სახელწოდება თუ სათაური პრინციპების იძულებითი შეცვლა, როგორც გარდაცვალება. იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ რა არის ეგო, ჩემი თვალსაზრისით, წარმოიდგინეთ ახალ გამოჩეკილი გველი. ეგო მისი კანია. ეგო არის პრინციპები და არსი, რომელიც ყალიბდება დედამიწაზე, რათა იცხოვროს სხვა გველებს შორის და არ იყოს უარყოფილი, განდევნილი ან ადვილად მოკლული. დგება დრო, როცა გველი იზრდება, მისი კანი კი მკვრივდება, ანუ პრინციპები მკვრივდება. შემდეგ ძველი კანი იშლება და იწყებს აქერცვლას. ანუ ძველი ეგო ტოვებს და ახალი იწყებს ფორმირებას. ასე გრძელდება მანამ სანამ არ დავტოვებთ ჩვენს სხეულს. ბევრი რამ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, წყვეტს მნიშვნელობას ჩვენსავე სხეულში დაბრუნების შეუძლებლობის გამო. თავის სათაური ცრუ ეგო. გამიგია, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული ცრუ ეგო. ცრუ ეგო არის ის მდგომარეობა, როცა ფიქრობ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი იცი, ყველაფერი გააზრებული გაქვს, მაგრამ სინამდვილეში ცდები. მე ვცდილობ დროულად ამოვიცნო ეს ცრუ ეგო, რათა სიცრუე ჭეშმარიტებად აღარ მივიჩნიო. დავიღალე ამდენი სიცრუით, დავიღალე შეცდომების დაშვებით. ვიცი, რომ ადამიანი შეცდომებზე სწავლობს, მაგრამ ჩემი შესაძლოა არასწორად გაგებული ცხოვრებისეული გაკვეთილების გამო არ მინდა ვინმე დაზარალდეს. ისეთი შედეგი, როგორიცაა სხვების ტანჯვა, ჩემს გეგმებში არ შედის. პირიქით, მინდა გავუადვილო ადამიანებს ცხოვრება, სანამ რამე შემიძლია. ბოლოს და ბოლოს, თუ მოვახერხებ ადამიანების განკურნებას სულიერი ჭრილობების შრამებისგან, ამასაც წარმატებად ჩავთვლი. მაგრამ ისევ ისმის კითხვა. ვინ ვარ მე, რომ რამე მოგცე, ჩემო ძვირფასო მკითხველო? გარდა ჩემი რეალური გამოცდილებისა და შესაძლოა ცრუ აზრისა, ნუ თუ ვერაფერს მოგცემ. მე მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ თუ წაიკითხავან მოусმენ ჩემს სიტყვებს, შეძლებ სწორი დასკვნების გამოტანას. თუ მე ვუშვებ შეცდომებს და შენთვის ეს ცნობილი გახდება, იქნებ შენ არ გაიმეორო და იპოვო სხვა გამოსავალი. როგორც წესი, მეშინია იმ ადამიანების, ვინც ამტკიცებს, რომ მათ ყველაფერი ზუსტად იციან. ზედმეტად თავდაჯერებულად გამოიყურებიან, როცა ამას ამტკიცებენ და ხშირად მახსენებენ ჰიტლერს თავიანთი თავდაჯერებულობით.
მე მოგიყვებით რა გზა გავიარე ჭეშმარიტების ძიებაში. ხან ვფიქრობ რომ რაღაც ვიცი, მაგრამ ხანდახან მეჩვენება რომ არაფერიც არ ვიცი და აქამდეც ვერაფერი გავიგე, რადგან არ ვიცი სამყაროში ზუსტად რა და როგორ არის. ამ გზაზე მე ხშირად ვხვდებოდი ინფორმაციას, რომელიც თანხმობაში მოდიოდა ჩემს სულთან და ამიტომ ვიჯერებდი. რამდენადაც მესმის, გარდა შემოქმედის მოწყალების ძალისა, არ ღირს რაიმეზე მიჯაჭვულობა და ვინმეს მიბაძვა. თავის სათაური. სულელები სულაც არ არიან სულელები. არ არსებობს სულელი და შტერი ადამიანი. გული მწყდება, როცა ზოგს საკუთარი თავი სხვაზე უკეთესი გონია. ყველას თავისი გზა და მისია აქვს, მაგრამ მიუხედავად წარმოსახვითი განცალკევებისა, რაც ჩემს ფრაზაშია გამოხატული, მინდა გითხრათ, რომ უპირობო სიყვარული სწორედ ისაა, რაც აერთიანებს ჩვენს ბილიკებს და მისიებს. ერთმანეთის გაგების მცდელობა, მიუხედავად ყველაფრისა, გვეხმარება მივიღოთ ერთმანეთი, როგორც შემოქმედის საუკეთესო შედევრები. თუმცა ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ თანაგრძნობა. თანაგრძნობაში არ არსებობს განკითხვა, განსჯა, არამედ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა, რომ გავუგოთ და ვაპატიოთ ერთმანეთს. მივცეთ დრო, რომ გააცნობიერონ იესოს შეგონება, რომელიც მეც ძალიან მიყვარს. მოეკეცით ერთმანეთს ისე, როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ. ის ადამიანები, რომლებიც სხვებს სულელებად თვლიან და საკუთარ თავს მათზე უკეთესად წარმოაჩენენ, სამწუხაროდ არც კი ფიქრობენ იმაზე, რომ შესაძლოა ამ ეგრეთ წოდებულმა სულელმა უფრო მეტი კეთილშობილება გამოაჩინა თავის ცხოვრებაში, ვიდრე იმ ბრძენმა, რომელიც თავს ამეტებს. ადამიანები მიდრეკილნი არიან სხვას მიაკერონ იარლიყი, ურთიერთობის ერთი კონკრეტული გამოცდილების საფუძველზე, მისი განვლილი ცხოვრების გზის ცოდნის გარეშე. ეს კი ცუდია. არც სხვები უნდა აიყოლიოთ და არც თქვენ უნდა აყვეთ მოდურ ტერმინებს, ჭორებსა და იარლიყებს. რადგან ცხოვრებას შეუძლია ადვილად დაგვაყენოს იმის ადგილზე, ვისაც განვსჯით. ეს არაერთხელ დამემართა და ვიცი, რაზეც ვლაპარაკობ. ყოველთვის ისე არ ვფიქრობდი, როგორც ახლა. ჭეშმარიტების ძიებაში ამ დასკვნამდე მივედი არა მხოლოდ წიგნებით, სიზმრებითა და მსჯელობით, არამედ რეალური გამოცდილებით. არ უნდა მიეჯაჭვო ყველაფერს, რაც ახლა მოდურია. მაგალითად, ახლა მოდურია იყო ყველასგან განსხვავებული, გამოავლინო საკუთარი ინდივიდუალურობა, მაგრამ არ გიფიქრიათ, რომ ახალ სენსაციურ ჭეშმარიტებასთან მიჯაჭვულობის ეს გზა ჩვენს ერთობას ყოფს.